წლევანდელი წელი საკმაოდ რთული იყო მოგეხსენებათ ვითარებიდან გამომდინარე და არც რამდენიმე თვის წინ არც ვიცოდით შევძლებდით თუ არა ჩატარებას, მაგრამ საერთაშორისო ჟიურის დახმარებით და იმიტომ რომ ხალხს უკვე დაინტერესა და რაღაცნაირად ისე მოხდა რომ სახელი გაითქვა ამ პრემიამ ჩარშან და ფაქტობრივად აი A-კლასის კინოფესტივალზე ვინც არის ხოლმე ჟიურის წევრი ისინი შემოგვიერთდნენ და რაღაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო ეს, ამან მოგცა ძალა იმისა რომ ჩაგვეტარებინა კინოდაჯილდოება წელს, რაც მნიშვნელოვანი მგონია და თვითონ აი მასშტაბიც კი არა მხოლოდ უცხოელების ჩართულობით, არამედ როცა ახლა ვიხსენებთ 14 ივნისს იმდენი თაობის კინემატოგრაფისტი იყო შეკრებილი, რომ მივხვდი რომ ხელა მნიშვნელობა და ძალა აქვს იმას, რომ გქონდეს ეს ერთი დღე, როდესაც ვერთიანდებით ვაფასებთ ერთმანეთს, ვაფასებთ თუნდაც რა შედეგი იყო 2004 წელს ქართულ კინოში და გვაქვს შესაძლებლობა რომ ეს გავაკეთოთ, იმიტომ რომ დაჯილდოება ჩემთვის არ არის მხოლოდ ის, რომ დავაფასეთ და ვიღაცას ჯილდო გადავეცით და ვიღაც გავახარეთ, აი მთელ კლიმატს, ინდუსტრიას განსაზღვრავს. იგივე ახლა ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს როგორ ნახონ ეს ფილმები და პოპულარიზაციას უკეთებს კინოს და ამიტომ თუ წელს ამას მივახციეთ, რომ ასეთი ჟიური ჩაერთო და ასეთი ხალხია დაინტერესებული ქართული ფილმებით, მგონია რომ მომავალ წელს ნამდვილად მივახცევთ იმას, რომ ყველა ნომინაცია გქონდეს, იმიტომ რომ წელს თუ 6 გქონდა, სინამდვილეში გვინდა 12 და ასე შემდეგ, რომ დავეწიოთ ასე ვთქვათ სხვა კინოდაჯილდოებებს, რადგან ეს პირველი კინოდაჯილდოებაა საქართველოში. როგორ იყო ეს ნომინაციები? ჩამოგვითვალეთ თუ შეიძლება. ესე იგი, საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ოპერატორი, საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო მხატვრული გაფორმება. ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, როგორც არაერთხელ აღნიშნეთ, თქვენი ჟიური. მიუხედავად იმისა, რომ პრემიას ჯერჯერობით არ აქვს დიდი ისტორია, თქვენ შეძელით, რომ ჟიური ყოფილიყო სწორედ ამ შემადგენლობით. ანუ რამდენად იოლი იყო მათი დათანხმება, მათი ინტერესი რამდენად დიდი იყო ამ პრემიის მიმართ? სხვათა შორის ყველას გონია, რომ ალბათ რაც მაგინაცია დამჭირდა ეს ჟიური დამეინტერესებინა, მაგრამ არა, იმ ხელასახელი აქვს ქართულ კინოს და იმდენი ხანია საზღვარგარეთ ჩვენი კინემატოგრაფისტები აღწევენ წარმატებას, რომ იმგონი ამან გააჩინა ეს კითხვები, რომ ჩვენ მიუჩვევლები ვართ დავაფასოთ ქართველი ხალხი აქ შიგნით და ელისო ამის საშუალებას იძლევა, რომ აქ დავაჯილდოვოთ ისინი და არა უცხოეთში, იმიტომ რომ ამ ხალხს ვინც იყო წელს ნომინაციებში არაერთი ჯილდო აქვს საზღვარგარეთ აღებული, ამიტომ უცხოეთიდან პირიქით ძალიან მარტივად, ინტერესით და იქით მადლობას იხდიდნენ, რომ ამის მონაწილეები არიან, იმ ხელა ინტერესია და ისეთ სახელი აქვს ქართულ კინოს უკვე მრავალი წელია და მით უმეტეს თანამედროვე ქართულ კინოს და თან შეუძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება და ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების, იმიტომ რომ უკვე მეორე წელია TBS და Coca-Cola გვეხმარებიან ელისოს შექმნაში და ასევე ჩაერთო Citroen და ძალიან მადლობელი ვარ ამის, იმიტომ რომ აი ამ დროს, სწორედ ამ დროს, როცა რაღაცა ეგზისტენციალური საკითხები უდგას საერთოდ ქართულ კინოს, მგონია უმნიშვნელოვანესია, რომ სხვა სექტორები დაინტერესებულები არიან ჩვენ განვითარებაში. ნატალია, თქვენ აღნიშნეთ, რომ კიდევ გინდათ ნომინაციების გაზრდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა გაზრდილი არის. რა არის დაუშვათ ის ნომინაციები, რომლებსაც მოიაზრებთ, როგორც სასურველს სამომავლოდ? აი მაგალითად ყველაზე ბაზისური რომ თქვა, საუკეთესო კომპოზიტორი, ან საუკეთესო ვთქვათ კასტინგი, ან იგივე საუკეთესო სცენარი ამოვიღეთ წელს აი ბოლო წამს, იმიტომ რომ მივხვდით, რომ შეიძლება ამის შესაძლებლობა არ ქონოდა და ზოგადად თუ დააკვირდებით იგივე ევროპული კინოს დაჯილდოებას, ან თუნდაც ოსკარს აი წელს ემატება ახალი კატეგორიები, კინო იმდენად ვითარდება და ახალი დარგია, გვინდა არ გვინდა ეს არის ახალი დარგი ხო ხელოვნებაში, ყოველ წელს ემატება რაღაც ახალი ნომინაცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს კინოში და ჩვენც გვინდა რომ ჯერ ფეხი აუდგათ იმას, რომ დავეწიოთ სხვა კინოდაჯილდოებებს და იმდენივე კონდეს რამდენიც მათ აქვს და მე შეიძლება სხვადასხვა პროფილი დაემატოს, იგივე განათება თუ სპეცეფექტები ან ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არსებობს კინოში და ჩვენს მგონია რომ ნელ-ნელა ფეხს აუდგავთ ამას. პრემია ელისოს დაფუძნების, საერთოდ გაჩენის ამ პრემიის დაწესების მიზანზე მოგვიყევით უფრო მეტი. რა იყო თქვენი ჩანაფიქრი, რამდენად მიუახლოვდით ამ სასურველ მიზანს? ეს აი ცოტა რაღაცა რომანტიული ისტორია მგონია ეს ამბავი, იმიტომ რომ კახეთში გურჯაანში არის ნატოობის ტრადიცია და ეძახიან სახალხო დღესასწაულს და ადრე სულ ჩადიოდნენ ხოლმე კინემატოგრაფისტები, მაგრამ რაღაცნაირად თაობათა წყვეტა რომ მოხდა, ბოლო დროს კინოს ხალხი თითქოს აღარ ჩადიოდა ამ მუზეუმში და მის ნატოს დაბადების და გარდაცვალების დღეზე და ჩემი რაღაც პირველი იდეა იგი იყო, რომ რატომ არ დავაბრუნოთ ეს ტრადიცია და კინოს ხალხი ჩავიყვანოთ, იმიტომ რომ ერთადერთი მუზეუმია, რომელიც ეძღვნება კინემატოგრაფისტს და უცებ მან გაგვახსენდა, რომ არ არსებობს საქართველოში კინოდაჯილდოება და რომ დავიწყეთ ფიქრი თვითონ ნატო აჩნაზის მემკვიდრეობაზე და მის რაცნაირი ისეთი ცხოვრება ქონდა, რომ სხვებზე ზრუნავდა, რომ მივხვდით, რომ აი სწორი ხაზი იქნება ეს, რომ სხვებს ვასიამოვნოთ მისი სახელით და დავეხმაროთ სხვებს და ელისოს სახელწოდება მოდის ნიკოლ შენგელაიას ფილმიდან, რომელშიც თამაშობს ნატოს და კირა ანდრონიკაშვილი და რაღაცნაირად სიმბოლური იყო შარშანვე ეს, რაც მტკიცე
ქალის სახე რო იყოს კინო რო დაჯილდოვდეს ადამიანი ამ ქალის სახით და განსხეულებით, ძალიან ესეთი გამაძლიერებელი სიმბოლოა და თან იმდენი სხვა სცენაა ელისოში, რომელიც დღეს სულ თავს გვახსენებს, რომ ყოველთვის იქნება აქტუალური და ამიტომ მე დღემდე უკეთესი სახელი ვერ მოვიფიქრე ქართული კინოპრემიისთვის. თქვენ ბრძანდებით ნატო ვაჩნაძის ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი. რომელმაც დააწესა შემდეგ პრემია ელისო. აი ამ ფონდის საქმიანობის შესახებ რა საქმეთ რა მიმართულებებს მოიცავთ უფრო მეტი მოგყვებით? ჩვენ პრინციპში გვინდოდა რომ ბევრად მეტი გაგვეკეთებინა წელს, მაგრამ ვერ მოხერხდა ისევ და ისევ ამ სიტუაციის გამო. რა თქმა უნდა, გვინდა კინოჩვენებები რო გავმართოთ, იგივე ვორქშოპები და რეზიდენციები ჩავატაროთ აი თვითონ ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, რომ აი მეტი სიცოცხლე შევძინოთ ამ მუზეუმს, რომ მუზეუმი ჩემთვის არ არის მხოლოდ ის, სადაც რაც წარსულს ვნახულობთ, ის რაც დღესაც აქტუალობა უნდა ქონდეს ნებისმიერ ასეთ სივრცეს, ხო? და თანაც ჩავერთეთ იგივე ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალზე და გვინდა რომ იგივე თბილისის კინოფესტივალსა თუ ქუთაისის კინოფესტივალშიც რაღაც ტიპის ჩართულობა გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენი ფონდი, რა თქმა უნდა, ჩვენი ცენტრალური საქმიანობა იქნება და არის ელისო, მაგრამ ამის იქით გვინდა რომ სადაც კი შევძლებთ რაღაცა როლი და პატარა წვლილი შევიტანოთ ქართული კინოს განვითარებაში, იქაც ჩავერთოთ. აი თქვენ ბრძანეთ რომ საერთაშორისო ჟიური კარგად იცნობს თანამედროვე ქართულ კინოს. როგორი არის მათი შეფასებები, როდესაც უშუალოდ ადგილზე მათ ხვდებით, მათთან გაქვთ ურთიერთობა, აზრების გაცვლის საშუალება, როგორ აფასებენ ისინი იმას, რასაც დღეს იღებენ რეჟისორები საქართველოში? ვაიმე, ძალიან საინტერესოა და არც ვიცით უგვეყოფა მასე საერთოდ რომ იმდენად ფართო თემა, იმიტომ რომ ჩვენთან დოკუმენტური და მხატვრული ფილმები ერთად იყო წარმოდგენილი და ძალიან ვღელავდით იმაზე, რამდენად შეძლებდნენ ერთმანეთისთვის კონკურენციის გაწევას, იმიტომ რომ რაც არ უნდა კარგი ფილმი იყოს, ორივე შედარება არის ძალიან რთული და ძალიან ხარდა რომ ჩვენმა ჟიური მოახერხა ამ ბალანსის დაცვა, რომ ორივე კატეგორია მიიღო ელისო და ისეთი კარგი შეფასება ჰქონდათ, რომ ჩემთვის ერთადერთი დამსწრე ჟურის ქოლის დროს, ასე ვთქვათ, მე ვიყავი და ერთი დიდი სიამოვნება იყო ამ ყველაფრის მოსმენა, იმიტომ რომ აი ისე მგონია, რომ ჩვენ ვეჩვევით რანაირია ქართული კინო, თითქოს მიჩვეულები ვართ ამას და აი უცხოერის ყურით რო გესმის რა არის მათთვის განსაკუთრებული ან რამდენად ინდივიდუალურია ან რამდენად ეხება თუნდაც სხვა ქვეყნების პრობლემატიკას ჩვენი ფილმები ეს ძალიან დასაფასებელია და მართლა მგონია ხანდახან რომ ჩვენ თვითონ აი ელისოც ამის გაგრძელებაა რომ მეტად უნდა დავაფასოთ და არა მარტო კინოში, არამედ ხელოვანებს მეტი ყურადღება ჭირდებათ და მეტი თუნდაც ფინანსური დახმარება, რაშიც ვცდილობთ რომ ელისოც იღებდეს მონაწილეობას და ყველანაირად ხელშეწყობა, მით უმეტეს ამ გარემოში ეს რაღაც ერთიანობის და სოლიდარობის განცდა ძალიან მნიშვნელოვანი მგონია და ამ სოლიდარობაში რო იყო ეს 7 ადამიანი ჟიურის წევრებიდან ჩართული ძალიან მადლობელი ვარ ამის. ორგანიზების თვალსაზრისით რამდენად რთული არის თვითონ აი პრემიის დაჯილდოების ცერემონია? ბევრი ადამიანია მასში ჩართული, ან რამდენი ხნით ადრე იწყებთ სამზადისს? ალბათ ერთი თვე ჭირდება თვითონ უშუალოდ ელისოს დამზადებას, მაგრამ რა თქმა უნდა, მთელი წლის განმავლობაში ამ მოლაპარაკება ჟიურის წევრებთან, შემდეგ არის შემოდის ფილმები, შემდეგ ფასდება ეს ფილმები, კეთდება შორტლისტი და ასე შემდეგ. საკმაოდ რთულია ვიტყოდი და ის ხალხი, ვინც ახერხებს ამას ჩემს ერთად, სულ რამდენიმე ადამიანი ესენი არიან, მარიამ წიქარიძე, მარიამ ბოკერია და დათო დავითიანი და მე და ჩემი საყვარელი ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭო, არაჩვეულებრივი ხალხი ასევე. ჩვენ რაღაცა საბჭო არის უფრო თეორიულ ნაწილში ჩართული და ჩვენ ვინც ჩამოვთვალე უკვე ვახორციელებთ ხოლმე ამას და ცოტა დაუჯერებელია რომ ესე ცოტა ხალხი აკეთებს ამას და მათიც ძალიან მადლობელი ვარ, იმიტომ რომ დღე და ღამეს ათენებენ რომ სხვა ხალხმა ისიამოვნოს ამ ღონისძიებით და მიიღოს სარგებელი და ძალიან ვაფასებ ამას მით უმეტეს ამ დროში. როგორ ხედავთ პრემია ელისოს მომავალს, აი იდეალური პერსპექტივით რომ განვიხილოთ, ისევე როგორც ქართული კინოს მომავალს? სხვათა შორის ცოტა კონტროვერსიული პასუხი მაქვს ამაზე, იმიტომ რომ რამდენადაც ხალხს უხარია ასეთი კარგი ჟიური წელს, ჩემთვის ეს ჟიური ერთგვარი კომპენსაცია არის ყველაფრისა, იმიტომ რომ იდეალური ვარიანტი ელისოსი არის ის, რომ მივახციოთ იმას, რომ კონდეს გამართული კინოაკადემია და გამართული კინოსაზოგადოება, რომელიც რაღაც როგორც სტრუქტურა იმუშავებს და შემდეგ როგორც ეს ხდება ევროპული კინოაკადემიისა თუ ოსკარის თუ გლობუსის შემთხვევაში, ხმის მიცემით ვიგებდეთ ვინ არის ელისოს გამარჯვებული, მაგრამ ამ პერსპექტივას მე პირადად ვხედავ 7-დან 10 წელიწადში არათუმალე, იმიტომ რომ თვითონ მგონია რომ აი კონსტიტუციურად არ ვართ ამისთვის მზად, რომ ეს გავაკეთოთ, რომს თქვა დავარეგისტრიროთ ხალხი, ვინც ხმას მისცემს და ამიტომ იქამდე სანამ ამას მივახცევთ და მე ვუმიზნებ ასევე ელისოს 100 წლის იუბილეს, რომ აი იმ დროს მივახციე მას, რომ მოკლე ფილმებიც დაემატოს, მაგალითად ელისოს რაც უმნიშვნელოვანესია კინოს განვითარებისთვის. იქამდე შევეცდები, რომ რაც შეიძლება მაღალხარისხიანი და საინტერესო ჟიური
მიყავდეს ელისოს, მაგრამ რა წამს დავინახავ პერსპექტივას, რომ აი შეგვიძლია უკვე რომ ერთმანეთი ადეკვატურად შევაფასოთ, მაშინ მგონია ელისო გახდება კიდევ უფრო ეროვნული ჯილდო ვიდრე ის ახლა. აი ფილმების რაოდენობა გამომრჩა, რამდენი ფილმი შეაფასეს? ეხ თუ არ ვწდები, არ მინდა რომ შემეშალოს, ჯამში მონაწილეობას იღებდა 9 ფილმი, აქედან ნომინანტებში შევიდა თუ არ ვწდები 6 და სულ აი ჩვენ მაგასაც ვუყურებთ სხვა შორის რამდენი ფილმია წელიწადში გადაღებული. შარშან ოდნავ მეტი იყო ვიდრე წელს იყო თუ არ ვწდები სულ 13 ფილმი და შეიძლება ვწდები, ამიტომ არ გამომეკიდოს არავინ, იმიტომ რომ ეს მაშინ მონაცემებში გვაქვს მხოლოდ და აი მომავალ წელზე ძალიან ვღელავთ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ცოტა ფილმი იყოს გამოსული ვითარებიდან გამომდინარე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არის რაღაც პროექტები შეჩერებული და ისინი მაინც მოგცემენ საშუალებას, რომ ჩავატაროთ ელისო მომავალ წელს. თუ არა და მე მაინც ვიძახი, რომ იქნება 3 ფილმი და ის 3 ფილმიც იმსახურებს ყურადღებას, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი დაბალბიუჯეტიანია ზოგადად ქართულ კინოს იმდენად ჭირდება ფინანსურად მეტი ჩართულობა და ამიტომაც ვახსენებ სპონსორებს, რომ რაღაც მეტად მგონია ტრადიცია უნდა შემოვიდეს იმისა, რომ კერძო სექტორი ჩაერთოს და დააფინანსოს კინო, იმიტომ რომ თუ გადავხედოთ თუნდაც ჩვენ მეზობელ ქვეყნებს ან ევროპას, რაც კოლოსალურად მეტი თანხა იხარჯება კინოს კეთებაზე ვიდრე საქართველოში, ამიტომ ეს ხალხი კინემატოგრაფისტები მე ძალიან მეძვირფასება იმდენად ენთუზიაზმით დებენ იმ შედეგს, რა შედეგსაც დებენ.